ტრადიციად იქცა ყოველ წელს, ხვდებით ერთმანეთს, ქალაქი გამოდის, ადამიანები ეფერებიან, ბევრი პოზიტივია, საოცარი დღე. აი, ჩემთვის არის ზესტაფონობა ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაული, აი, კუთხეებია წარმოდგენილი. აქ არ არის ქალაქი და სოფელი, ჩვენ ერთი ვართ, გილოცავთ, მრავალს დაესწარით, მრავალ ზესტაფონობას და კიდევ უფრო ლამაზი დღეები და წუთები და წამები გველოდება. საოცრად ძალიან ლამაზი დღეა. მინდა რომ ესე გაბრწყინებული, ესე ლამაზად იყოს ყოველთვის ჩვენი ქალაქი. და რა ვიცი, აბა სიხარული და ბედნიერება არ მოგიშალოთ უფალმა. გილოცავთ ზესტაფონობას, არაჩვეულებრივ დღესასწაულს. ყველას გვიხარია, ამინდით ხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეგვეხება ანსამბლ ჰარმონიას, დიდი სიხარული გვაქვს და ისეთი დიდი სიხარული გვაქვს ეხლა, რომ აი ვეღარაფერს სიტყვებს ვეღარ უყრითავს, ძალიან გვიხარია ყველას და ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის ეს, რომ ესეთი პრიზი მოგვანიჭეს, გაგვახარეს და დიდი სტიმული მოგცეს ამით. ძალიან მიხარია, ყველას ვილოცავ ზესტაფონობას და მრავალს დაესწარით დღევანდელ დღეს გილოცავთ ღვთისმშობლობას, უფალი გვარავდეთ და ძალიან გვიხარია ჩვენი მიღებული პრიზი. ზესტაფონობის ჩვენი ფესტივალი და ზეიმი ძალიან კარგი გამოგვივიდა, იმიტომ რომ გუშინ ვარიკობა იყო, როგორც იცით, რაც კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ძალიან ლამაზი ფესტივალია და ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ზესტაფონელმა უნდა ნახოს ის ჰანგები და მოისმინოს, რაც ვარიკობაზე ჟღერდება ყოველთვის და რა თქმა უნდა, ეს ზეიმი, რომელიც დავიწყეთ, ხალხიც ბევრია, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ვფიქრობ ძალიან კარგი ზეიმი გამოგვივა. ჩვენ ორი დღეა ზეიმი გვაქვს, გუშინ მართლა ძალიან წარმატებული, მიუხედავად ამინდმა ხელი ვერ შეგვიჩალა, ძალიან წარმატებული ფესტივალი გქონდა სულიკო ვარინკას 2025 წლის ფესტივალი და ნუ დღეს თქვენ თვითონ ხედავთ აქ, რომ ყველა თაობის ზესტაფონელისთვის და ყველა თაობის სტუმრისთვის არის სივრცე, სადაც შეუძლია თავისი თავი იპოვოს. მე ბედნიერი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს ზესტაფონი და ზესტაფონ ქალაქობა არის, რა ვიცი, ემოციური დღე, სიყვარულის დღე და მე მიხარია, რომ დღეს მე თქვენთან ვარ და ვარ წამყვანი, არა მარტო მე, ნიკოლოზ გოგვაძე იქნება ჩემთან ერთად ვიქნები და ერთად წავიყვან და დღევანდელი დღე ესე ვიზეიმოთ ზესტაფონ ქალაქობა. ეს ცხოვრების ერთი ეტაპი, რომელიც ჩვენ გადავახეთ და წინ ბევრი ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა გვაქვს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვა და ეს დღე იქნება ყველასთვის ეს ეტაპი უკვე დახურული, ნაბიჯი, გადადგმული და ეს პრიზი, რაც ჩვენ გვაქვს, იქნება იმის საბუთი, რომ ჩვენ რაღაც ცხოვრების ეს ეტაპი გადავახეთ და წარმატებით დავასრულეთ. და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და მინდა ყველას წარმატება ვუსურვა. ასეთი ფულადი ჯილოთი გვანებიურებს ყოველ წელიწადს, შარშან იმის წინ და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება და ეს კარგი შესაძლებლობაა იმათთვის, რომ мотиваცია მისცეს ახალგაზრდებს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას სჭირდება რაღაც მიზანი, რომ დაეხმა, ასევე სჭირდება მიზანი, დახმარება რაღაცაში, რომ ბოლომდე მოინდომოს და თავისი თავი მაქსიმალურად გამოავლინოს. და ჩემს შემთხვევაში ეს იყო მქონდა მიზანი, რომ მოხვედრილიყავი კონკრეტულ უნივერსიტეტში. და მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე და ასევე ჩემს თანატოლებს, უფრო პატარებს აბიტურიენტებს იგივეს ურჩევდი, ბოლომდე იბრძოლონ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ჩემს სკოლას და ყველა იმ მასწავლებლებს ბაღიდან მოყოლებული, ვინაც ჩემ განვითარებაში ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანა და მე ეს რაღაცა მოვაღეხე და დავუფასე და დღეს აქ გავარ. ჩემი სკოლა მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც ახლახანს გარემონტ. ახალი სკოლა, ახალი შესაძლებლობებია და უფრო დიდი შესაძლებლობები უკვე მომავალში უფრო დიდ რაღაცას ნიშნავს და საზღვრები უფრო და უფრო გაფართოვდება. ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.
აპლოდისმენტები გთხოვთ. აი ესეთი ემოციებია. მეტი აპლოდისმენტები მეგობრებო. ზესტაფონი არ არის მხოლოდ ჩემი დაბადების ადგილი. ეს არის ჩემი ბავშვობა. ეს არის უამრავი მოგონება. ეს არის სიხარული, ეს არის სიყვარული და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მონატრებაც. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე და ვიყო ამ საპატიო ჯილდოზე წარდგენილი, რაც ჩემთვის ძალიან გამორჩეული და ღირსეულია. ჯილდო, რომელსაც ზესტაფონის საპატიო მოქალაქე ჰქვია. ყველას დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ ღირსეული ჯილდოს მფლობელი მეც უნდა ვყოფილიყავი იმ ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვინც აქ სცენაზე ჩემთან ერთად დგას. ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრს მავალებს და ჩემი მოვალეობა კი ჩემი ხალხის კეთილდღეობა, ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მისი ჯანსაღი და ჯანმრთელი მომავლისთვის